ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით ეთერში და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი არაჩვეულებრივი მსახიობი ქალბატონი ეკა ჩხეიძე. ძალიან დიდი მადლობა. რომ მოახერხეთ და მოხვედით დღეს 2 იანვარია. დამებედება ამ ტელევიზიაში. გადაცემები და რაღაცები დაგებედებათ, ხო, და ტელევიზიაშიც ხართ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. დიდხანს ყოფნა. ჯანმრთელობას. გადაცემაში ბევრი სპონსორი. ჩვენს გადაცემაშიც ბევრი სპონსორი, შენს გადაცემაშიც ბევრი სპონსორი. როგორ ბრძანდებით? გადასარევად. Inexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გადასარევად. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. დიდი მადლობა, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ ახალი წელი და იქნება უმაგრესი წელი. ეს ხარ დარწმუნებული. ინფორმაცია მაქვს მიღებული. ხო და მაგიტომ მოგიძაი, რაღაცა ინფორმაცია. აუცილებლად, ეხეთ რა რო შემოვედი რაღაცა ბოდიში შეიძლება ვთქვა. ნაძვის ხე არ მომეწონ, რატო? არ მომეწონა. გაკუცულია. ეს არის გაკუცული. აბა რა არის, არ გეკადრება. მთელი 20 ლარი გადავიხადეთ, ეკა, რას ვლაპარაკობ? 15 ლარიანებიც იყო, მაგრამ გავიქნიეთ ფული და 20 გადავიხადე. გეთქვა მოგცემდი მე წლების წინ ვიყიდე რა მითხრეს რომ გჩუქნითო, უბრალოდ ნახევარი ფასი გამომართვეს ნიშნავდა რომ ძალიან ძვირი ღირდა და ნაძვის ხე? ნაძვის ხე უზარმაზარი და მე მაქვს ძველი ბინა, აი ძველი გულისხმობ აღალჭერიანი და ძალიან მინდოდა დათოვლილი ნაძვის ხე. ძალიან მომწონს რა და აი თავის გირჩები და დიდი სუ დათოვლილი 2 და 80 იყო სიმაღლეში და გავგიჟდი ისე მომინდა და მოვიტანე. ჩემს მეტი არავინ არ თავს ცხადია, გოგო თბილისში არ ცხოვრობს და ქმარს და ბიჭს ეხა კიდე ნაძვის ხე და 2 ნაძვის ხეს ვდგამ. 3 თუ ცოცხალიც მაქვს და მე-4 ჩიჩილაკი. გიჟდები რა, აი ძალიან მიყვარს ახალი წელი და მიხარია მორთვა სახლის და არ მეზარება რა. თოვლიანმა ნაძვის ხე მიქნა ვანო. ფერსას რუტი ვერ გავაგდე ხელიდან. დამებე და დალაგება. აი ბოლოს ხა რო ავაწყე მივხვდი რომ ძალიან ცუდად არის ჩემი საქმე, მაგრამ ხوار შევატოვებ შუაგზაში ხა. იმის დაშლას კიდე ცალკე ფქვილი ვიტრიალებ და მთელ სახლში. მე ბოლოს ნიღაბი გავიკეთე, იმიტომ რომ ცემინებით მოვკვდი. ალერგია მოხდა. მე აი გარდა იმისა რომ დაბლა ეყარა, აი სულ ავეჩი ჩაჯდა თეთრი აი. საშინელება და იმის მერე მიდევ. შემიძლია მოგიტან. არა ჩვენ ავიტან. თავის გირჩებით, არაფერი არ უნდა. არა ხო, ჭერიც მაღალი გვაქვს ჩვენ, მაღალჭერიანი სტუდია გვაქვს და. ხო, აი ზუსტად აი მხის იმამდე გადასარევი იქნება. ეს ძალიან საწყალია. არ გეკად რა, მე სიმართლეს ვლაპარაკობ. ხო და მდგომარეობაშიც ვართ, შესაბამისი, ესე ვთქვათ. გიყვარს ისე ნაძვის ხის აწყობა. ეხლა მაგალითად, აი მართლა ვგიჟდებ. 1 დეკემბერს ვაწყობ. 1 დეკემბერს აუცილებლად. და რაც უფრო დიდხანს დგას, ხანდახან მარტამდეც მიდგას. ხო. იცი რა უნდა კითხო? ეს წამლები რატო დამილაგეთ? ჩვენ ზოგადად პარტნიორი ყავს კეტონალი, ის გამაყუჩებელი არაჩვეულებრივ 7 წუთში აყუჩებს. ის ყველაზე ეფექტურია. მე ვფიქრე ახლა 2-ში რა. იცით ხოლმე ხშირად ექიმებთან სიარული, მე კარგად გამყოფოთ, მაგრამ მე მომწონს PSP რო და ახალ წელს და დაბადების დღეს მილოცავს ხოლმე. ჩვენც გილოცავს ყოველთვის. ხო და რაღაცა ხოჯე ექიმები რო გილოცავენ და ძალიან მიყვარს სიმართლე გითხრა. ხო. ექიმებთან ურთიერთობა. ჯერთი მიმაჩნე რაღაცა შინაგანი კულტურაა, რომ ჯანმრთელობა აკონტროლოა რა. რა თქმა უნდა. ხო და ექიმებთან დაკავშირებული კარგი ისტორიები. კი, მითხარი. ხო არ გამიბრაზდება. კი, არა რა, ისტორიების გამო ხო ხდებით ახლა თქვენი ისტორიები მახსოვს პირველი მოსვლაზე ისეთი მაგარი ისტორიები მოყვებით. მე ვარ ცნობილი იმითი, რომ მაწუხებს არ სანამ შემაწუხებს უნდა გავაკონტროლო რა. აი ძალიან მიყვარს
წინასწარ მივდივარ ეხოსკოპია, სისხლის ანალიზი, წელიწადში 2-ჯერ, როგორც წესი რა, ეს მიღებული ფორმა მაქვს და სხვებსაც ამას მოუწოდებ, მაგრამ ყველას ახლა თავის აზრი აქვს, ზოგი საერთოდ არ დადის ექიმთან, ზოგი არ ცნობს, წამლებს და რაღაცა. მაგრამ ერთ მეგობარს არ ვიტყვი სახელს და გვარს, მაგრამ ყველა იცნობს და ცნობილი ადამიანი მსახიობია. მოკლედ კერჩი რაღაც ტკიოდა რა და რაღაც უწუნებდა და არ მიდიოდა ექიმთან, იმიტომ რომ არის ეგეთი დიაგნოზის შიში ქონდა რა, აი რომ რას მეტყვიან და აი წინასწარ ნერვიულ მე აი ამდენ ნერვიულობას და მკითხაობას ერთხელ წადი თუ რამე საშიშია მოიშორე დროზე რომ არ გართულდე ვერ დავარწმუნე და მოკლედ აი ესე ძალიან ბევრი ყიჟინის მე ვიცნობ ყველას ვეუნები წაგიყვან წამოყვები რაღაცა და აი ნუ შეშინებული დაპატარავებული ნერვიულ წავათრიე ძალით ხო წავათრიე და იქ უთხრეს რომ კი ბატონო მოვძანდით ოღონდ სანამ კერდის ეხოს გავაკეთებ სრული კვლევა ჩავიტარო ჯობია იმიტომ რომ ქალის ორგანოები ვთქვათ საშვილოსნოსთან კერდთან ერთმანეთთან კავშირშია ეს ყველაფერი და გამოვიკვლიოთო გინეკოლოგთან შებძანდით ჯერო სახე ხომ მოენგრა იმას იმიტომ რომ ეხა კიდე გინეკოლოგთან უნდა შევიდეს და კერდის ეხოზე როგორ ნერვიულობდა და ეხა კიდე გინეკოლოგთან და არ მინდა გაქცევა უნდა, მაგრამ გადახდილია გაიგე თანხა და ვეღარ გარვის და მოკლედ წამოდი მე ვთხარი შეკვები იმასაც ვიცნობ. შევედით გამარჯვებად მოვბრძანდით შემომყევიო. ეგოგო გინეკოლოგთან რატო შემოყვემ? არა ის სანამ ხეთ ის გასინჯვამდე რა, კარგი შევყევი და მოკლედ ზივარ და ეს ხალი ავსებს მოკლედ ეს ექიმი რაღაცა გვიცნო გვესაუბრა რაღაცა და რა გაწუხებ დაბძანდით ისე დაიწყო შევსება. აი რამდენი წლის ხართ ეკითხება, რამდენი შობიარობა, რამდენი აბორტი, რა ვიცი, ნუ რაც ის და პარტნიორი ყავთო, ან ქმარიო, მოქმედიო. ხო. მოქმედი ქმარიო, რას ნიშნავს? აიო, რამდენჯერ გაქვთო ქმართანო სექსუალური ურთიერთობა, 2-ჯერ თუ მეტჯერო? თვეშიო, ამან კითხა და. აი მე არაო, თვეში არაო, დედა, ნუ აი რას ფიქრობენ ეს კაცები, აი რას ფიქრობენო საერთოდო რა. თვეში 2-ჯერ არა, კვირაში 2-ჯერ აუცილებელიაო ჯანმრთელობისთვისო. ეუბნება. ამა როგორ გამომხედა იცი დაბრედილი ვარ ეხლა რო გამიყვანს მოუკლავს და გაბრაზებული ეხლა უკვე ექიმთან როა ის აღარ აწუხე უკვე ქმრის მოკლა უნდა და ეს ექიმი მიხვდა და აი ნუ აი რა მართლა რას ფიქრობენ ეს კაცები თვითონ კარგად დაძურებიანო და ცოლსო რო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჭირდებაო კვირაში 2-ჯერ სექსუალური ურთიერთობა ამაზე არ ფიქრობენ დანიშნულებაში ჩამიწერეთ რაო წამო. აი ხაი ჩამიწერეთ. დანიშნულებაშიო და წავიღებ მაგას მეო ეხლა. კონცეფტი რეცეპტი. კვირაში 2-ჯერ. აუ შენ არ გინდა კი ბატონო დავედი. აფარებო სახეზეო. რამდენიმე ეგზემპლარი მეუთხარი. ერთი გააკარი, ერთი გააკარი სახში ერთი. და ესეთი ისტორიები მაქვს უამრავი. კი, მიდი. ერთხელ ვიყავი ეხოზე, მივაყოლო? ია, ბარა. მე ვიყავი ეხოზე, არაფერი, აი ეს ეხოსკოპიაზე მივედი და ეს კაცი არის, არ ვიცი, აი ძალიან პოპულარული ეხოსკოპისტი და რიგები აქვს ჩაწერები და ხო, ეს თვითადრე ხო და ცოცხალი რიგი ცალკე და ერთი ამბავია და მოკლედ შემიყვანეს დიდი ნაცნობობით იმით. არა და ფეხმძიმეების ხედან ბევრნი და როგერიდება, ხო იცი ფეხმძიმე ადამიანებს ახლა გოგოებს როგორ გადავახტე და ზივარ რიგში. ერთი გოგო იქცევს ყურადღებას, აი არაფერ შუაში ექიმთან ვიზიტისთვის არ გამოიყურება. რაღაცა სეტკა, კალგოტკები და მაღალი ქუსლები და მოკლე ვიწრო იუბკა და ეს ტუჩები მკერდი იქ რაღაცა ისი იყო ძალიან ხო მაგრამ ყველა რაღაცნაირად ეს საწყალი ფეხმძიმე გოგოები დაღლილები იმას ისაწუხებს, იმას ის ტკივა ზოგს რაჭირს და ეს გოგო რაღაცა არაფერ შუაში არ იყო რიგში, მაგრამ კარგი. მოკლედ ხო და მე რომ უკვე შევედი და უკვე გამოვდივარ, პასუხს მიწერს იქ გოგონა როუზით დამხმარე, ხო? კომპიუტერზე მიკრებს იმ პასუხს ჩემსას და
უნდა მომცეს. ამ დროს შემდეგი უკვე შემოვიდა. შემდეგი აღმოჩნდა ეს გოგო. და მეო გინეკოლოგმა გამომგზავნაო ვაგინალური ეხოსკოპია მომჭირდებაო. ხო და კი ბატონო დაწექითო. და ვაგინალური ეხოსკოპია, იცი? არის. გაგიგია, ხო, ხვდები. ანუ ეხოსკოპია ჩვეულებრივი არის აპარატით ზემოდან და ვაგინალური არის კონუსის ფორმის აპარატია, რომელიც ღრმა კვლევას აკეთებს შინაგანს, ანუ ამ გოგომ ეთყობა არ იცოდა, მაგრამ რაც უთხრეს მოვიდა და ამ გინეკოლოგს ეუბნება. ჩვენ გვესმის ახლა დიალოგი. უცებ ხო და ამ ბოდიში ხო შეიძლება. მოკლედ, აი ამ კონუსური ფორმის იმას უნდა გაუკეთდეს ჰიგიენისტვის პრეზერვატივი. ამ ექიმმა რო ამოიღო ეთყო ამ გოგოს კივილი ისმის. მე მარხვაზე ვარ. და ექიმის პასუხი ეს სამარხვაა ქალბატონო. აი მაგრესია. პარტლოცროს. აი მობეზრებული ქონდა ამ კაცს აი ეს სამარხვა. ერთი და იგივე პასუხი. იმდენი შტერობა მოусმენია ეთყობა რა რა. სამარხვა. აუ მაგარია. სასაცილო იყო ეგ. აი ეგრე რა და ეგეთი რაღაცე მემართება სულ. გაია. გააგზელე ესე იგი არ გაჩერდი ზაკარგული ვარ. მობეზრებულ ექიმზე გამახსენდა ეხა ერთი რამე. ტკიო და ხერხემ წელიც მალა რა. და რაღაც ტრავმისგან, მოკლედ ბავშვობაში გადმოვასკდი მოტოციკლეტიდან და წლები მტკიოდა კარგ ახანს და მე ვიღაცამ ეს რომ მიეჩვევი უკვე და როგორ ტკივა რა, ოღონდ ისეთი ყრუ ტკივილია, მაინც და მაინც არ წუხდები, მაგრამ ვიღაცამ მითხრა რომ მეო მოვირჩინეო, საშინლად მაწუხებდაო და ძალიან კარგი ექიმია და მიმასწავლა და მივედი ამ ექიმთან. ხო. ხა ეგ ხوارი აი როგორ განეწყობი პაციენტი, ხო აი პირველი შეხვედრა, რო შევედი. აი ესეთ სახე აქვს იმ კაცს. მჟავე. კიდე პაციენტი მოვიდა რა. დაღლილია. არც პროფესია აღარ უნდა. ხო. არც პაციენტის დანახვა და აი რო რაღაცნაირად წავიდე თუ რა გავაკეთო, აი რაღაცნაირად ვიცი რა და ვცდილობ ხა რომ ამ კაცს უღიმირო იქნებ მოვიყვანო ხასიათზე რა რომ ცოტა ისე რა გაწუხებთ. სახე არ იცვლება სფინქსი. მივეცი ეს ჩემი გადაღებული რენტგენი. უყურებს. აი მე ვფიქრე რა მჭირს ხა ესე უყურებს 1 საათი. ან გონში არ ვერ ხვდება რა არის საერთოდ. ან რაღაცა იცი. ან აი ესეთი უემოციო უყურა. ეს თქვენია? ვისაც მოგიტანდით, მე ვთქვი, ხო ჩემია. და უკეთებს იმას, უკიდა რომ განათება შუშაზე, ხო იცი, იმას დაამაგრა, ეხა უყურებს. და გამომხედა. მარტო მოხვედით, მეკითხო. ხო მეთქი. აი, მალაზე გიზით და რა ვიცი, ესე მითხრა. ხო მეთქი, მაგრამ აი ბახერხებ და ვცდილობ რომ არა ეს პროგრესს განიცდის და მხოლოდ უარესისკენ წავა. ხო და მე ვთხარი მაგიტომ მოვედი რომ პროგრესირება კი არ განიცადოს, რაღაცა მიშველოთ მეთქი. უბრალოდ მე ვთხარი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მოძრაობაში მზღუდავს მე ვთხარი და პროფესიიდან გამომდინარე გინდაც რა ვიცი ასაკიც არ მაქვს აიმისო რომ ვერ ვიარო მე ვთხარი და მაგიტომ მოგაკითხეთ ვართობი ყავ მოიყვანო ხალხი ხო ცოტა რაღაცა სახე შეეცვალოს აბსოლუტურად აი ზედმეტად დაბოტოქსებული ვით იყო აი გადაჭიმული და აი დაწექითო მითხრა მზღუდავს მოძრაობაში კი ბატონო შევამოწმო დავწექი მარჯვენა მუხლი გადაიტანეთ მარცხნივო და მარცხენა მხარი დატოვეთო არ გაანძრიო. თუ გადავიტანე მარჯვენა მუხლი მარცხნივ. ეხა მარცხენა გადაიტანეთ მარჯვნივ გადავიტანე, ანუ ესე რაღაც რვიანი. ეხა დაიხარეთ და იატაკს შეახეთ ხელი, დავიხარე იატაკ.
ეხლა მუხლები მიიზიდეთ და მკერდთან მიიტანეთ, მივიზიდე, მივიტანე და მიყვე. და რისი გაკეთება გსურთ? მეკითხე. კიდე დამატებით. აი რაში გზღუდა? და რისი გაკეთება გსურთ? არაფრის კარგად ბრძანდებოდეთ მე ვთხარი. იმის მე აღარ მტკივა. გამიარა კარგად ყოფილი. ფსიქოლოგიურად ხარ გინდა. ფსიქოლოგიურად გამიარა. კიდე დამატებით რა გინდა. არა ეს მარტო მოხვედით, ანუ მოსატანი მდგომარეობა მქონდა, გაიგე? ანუ როგორ ანუ ისეთი მდგომარეობა რომ ვიღაცას უნდა ხელით შევეყვანე ერთი იქ, ხო? კიდე გაქვს ექიმებთან რამე? რა ვიცი, ვეღარ ვიხსენე. კიდე რამა. აუ ექიმებზე გამახსენდა ერთი ისტორია, გინდა? კი. ოღონდ შემამხანაკს ეხება და ცოტა უხერხულია. სახელით არ ვახსენებ. სახელს ცხადი არ ვახსენებ. ისიც მკერდის ექიმთან მივიდა და ექიმმა უთხრა რომ ხელით უნდა გავსინჯო მკერდიო და კი ბატონო ამან უთხრა და ზის ესე და გაიხადეთო წელზე მოდ და დაწექითო. უნდა გავაკეთო, ეხა ისე არ გამომი. ხო და ესე მოკლედ დაწვა ეს გოგო და წელზე მოდ გახდილია. და იმ ექიმმა წავიდა ხელი დაიბანა და რომ მოუახლოვდა ეს ჩაიწია. ადგილი გაუთავისუფლა. ადგილი დაუთმო. ორივე ტერიტორიო. აუ რა მაგარია. ისე დაეტეოდა ისე ჩაიწია. აუ ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან მაგარი და კიდე რა ვქნა, კიდე რა მოყვან. კაი იყო. იცი რა უნდა კითხო, ახალ წელს როგორ ატარებ ხოლმე? ადასარევ. აი საიდან იწყებ და აი როგორ იწყება შენი ახალი წელი და სად მთავრდება? ერთი ყველა ჩემთან ხვდება ჩემი ოჯახის წევრები, შვილები, რა თქმა უნდა, დედა ჩემთან მოდის ხოლმე. ეხლა სიძე მყავს გოგო გამithხოვდა და ისინი ჩემთან იქნებიან და როგორი იყო, კაი ბიჭია? ძალიან. ძალიან კარგი. ხო და მოკლედ რაღაცნაირად მიხარია ჩემთან სახლში ეს ახალი წელი და აუცილებლად მე ვარ მეკულე. არც არ უშვებ. შეხა ყოველთვის მეკვლე. ხო, ამიტომ 12 საათს სახლში არ შევხვდეთ, სულ ქუჩაში ვარ. ან და ქუჩიდან შემოდიხარ ხო. სახლში. ხო, და მე როგორ და აგდო? წყრი ესეთ მას რაღაცებს. ხო. ამფეტებს მარტო არა. დოლარებს. დოლარებს. კაია, მე მუშაობს. მე ხა არ ვიცი, წელს დოლარები არ შემომიყრია, მაგრამ ხო და წელს რაღაც ევროებზე გადავალ მე მაინც. კაია, თუ ევროზე გადახვალ, ეს გვაწყობს ძალიან. ევროს შეყრა და განსაკუთრებით გვაწყობს. ხო, იქნებ გავა. მე როგორ გრძელდება პირველი, მე ორი? მე უკვე აი ძალიან ისეთი როდის იღლები, ანუ როდის იღლები, რომელ დღეს არ ვიღლები მე ახალ წელს. ხო, ანუ როგორ გიждებ. ხო, ანუ პირველი მე მაგალითად ორში უკვე ვიღლე დაღლილი. შენ სხვა ამეთყო. არ სხვა, მაგრამ მე არ. აბა რა გღლის? ჭურჭლის რეცხვა შენ არ დაგღლის და რა. ჭურჭელსაც არ. სტუმრიანობა? არა, აი ბევრი საჭმელი სიტყვაზე. ბევრი საჭმელი კი, მე ტკბილთან არ მიყვარს. ხო. ხო, მაგრამ აი ძალიან მიყვარს აი ეს ერთმანეთთან სტუმრაცია. მე ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, კლანი. დიახ. ოჯახი და იქ მრის ხარე, იქ ჩვენი ბების ტრადიცია იყო მედიკოსი, რომ ქალბატონი მედიკოსი აუცილებლად ყველანი უნდა შევკრებილიყავი და საახალწლო ფოტო ქონოდა და ეხა უკვე რაღაცა ნელ-ნელა გამოგვაკლდა მედიკო არ არის, მამა ჩემი აღარ არის რაღაცა, მაგრამ აი ამ ტრადიციას ვინარჩუნებთ და აუცილებლად ერთად ვართ. პირველი ორი აი რაღაცა სხვანაირი ტრადიცია, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მახალისებს და ყველგან მორთული სახლი, ყველგან სიბრწყვილე, ყველგან კარგი განწყობა, საჩუქრების გაცვლა და აი კარგი. გააქვთ ეგ ტრადიცია საჩუქრების ყუთებში შეფუთული ყუთები? კი, აუცილებლად და ვითომ რომ მალავ და წინასწარ ვარ ნახვა, რაღაცა მიყვარს, რა ვიცი, ამას ეს იმას, ყველა თავისთვის რომ მოსალოცებს აწერს და დევს ამ იმაში და აზვისხვის გარშემო დევს მე ეს საჩუქრები და არ უნდა ნახო, მე ეჭვი მაქვს რომ ნახულობენ და ისევ დებენ, მაგრამ ყველაზე მაგარი ხო ხელში და რო აჯანჯყარებს შიგნით რა მამხელა მოცულობის რაღაც დევს ამოწმებს. იცი როგორ კონვერტია ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი.
კონვერტში იცი რომ ფული უნდა იდოს წესით. ან მისალოცი ბარათი გიგროცავთ? ბარათს მოყვება თანხა. ვერ მოვასწარი ყიდო შენ გაიხარე მე ვიყიდე რაც მე მინდა. ეს კაი ეს ყველაზე ძალიან მეც ეს მომწონს იცი რა. ვერ მოდი შენ რაც გაგიხარდება ის იყიდე. ბაბუა ჩემ ბავშვები ვიყავით ხოლმე და სულ რაღაცას ჩუქნიდა და მე უკვე საჩუქრების დრო და თავი რო არ ქონდა ბალიშის ქვეშ ფულს გვიდებდა. ხა და მე უკვე დაგცინოდა ხოლმე გვაშაყირებდა და ბებია ჩემსაც უდებდა და იმა და რაღაც მაშინის იყო მანეთიანებს რკინის მანეთიანებს უდებდა ხოლმე ბალიშის ქვეშ თებერვლამდე და დაგცინოდა ხოლმე. იცი როგორი შეგდა მე აი ასე მგონია რომ ქალბატონ მედია ჩახავას ხოდა არაჩვეული იუმორის გზნობა. მე ესე შეგზდება მაქვს მართალი ვარ თუ არა? იუმორის? ხო რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში სულ კარგი ხასიათზე რო იყო ნამდვილად და ყველაფერს უყურებდა სუბუქად. აი არაფერში არ დებდა რაღაცა პრობლემას, მე არ მახსოვს რომ უიმედობას მოეცვა რამეში და თუ ვინმესთან ოპტიმისტი იყო. კი და თუ ვინმესთან ქონდა კონფლიქტი ალბათ ჩემი ბრალი იყო. ალბათ ჯერ მე ვაწყენინე, რომ იმასთან არ ქონოდა მე რაღაცა ის აი ძალიან კეთვისებაა, რომ თავის გამართლება ხო ქონდა იმას, რომ ესე რახან ესე მოიქცა ან რადგან ესე თქვა და რაღაცა. იმას თავის სიმართლე აპატიეკაც ალბათ ხო აი რაღაცა და მისთვისაც უფრო მარტივი იყო ეს გადასატანად და შემდგომი ურთიერთობის გასაგრძელებლადაც მარტივი იყო უფრო და ყველას თავისი სიმართლე აქვს, მართლა ეგრეა და ყველას თავისი გადმოსახედიდან ხო. ხო, ისე შენ ახალი გადაცემით პირველი სტუდია, ალბათ რამდენი ისეთი ამბავი მოისმინე, ხო? ნუ სტუმრებისგან, ხო? ესეთი ხო. სხვაშორის გულწრფელები არიან, მიკვირს, იცი, მაგრამ ბევრმა მითხრა, რომ აი პირველად ყვები ახლა შენ გადაცემაში და პირველ რაღაცა და აი ჩემი მიზანიც ეგ იყო, რომ ძალიან შინაურული ყოფილიყო ეს საუბარი და ბუნებრივი და ნელ-ნელა იხსნება მე რესპონდენტი და რაღაცა. ისეც არაფერს არ ვეკითხები, რომ რაც არ უნდა იმ კითხვას არ სვამ და თან შეთანხმება გვაქვს, თუ რამეზე თქვათ ილაპარაკა და აღარ მოუნდა და მე ნეტარ არ მეთქვა, აუცილებლად ამოვჭრი და არ დაუტოვებ. ასე რომ ტრები არა ვართ. ხო. ეკა, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო. მორჩა? ხო. ნაძვის ხე მოგვაქვს ეხლა, მივდიოთ და მომაქვს ნაძვი. ეხლა ჩვენ არ დავშლი სტუდიას, რომ ეხლა რომ დავამთავრებ და წახვალ სახლში, რომ ნაძვის ხეს გამოგაყოლებ ეხლა ერთ. ხო, მაგიტო გავხედე ეხლა. ხო, რომ ახალი სეზონიდან უკვე ჩვენ ცოტა მოგვიანებით შემოვართ ახალს, მაგრამ ახალი წლის განწყობა მაინც იქნება და თოვლით მოფენილი თქვენი სტუდია თლიანად. კი ბატონო. სულ იყოს მოფენილი. ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი რესპონდენტი ხარ. აი ესეთი ესეთი სასაცილო, გემრიელად სასაცილო ისტორია, რა ვიცი, მე აი ხანი არ მომისმენია და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო ამისთვის. მინდა რომ წარმატებული წელი გქონდეს შენც. ძალიან დიდი მადლობა, მეც იგივეს გისურვებ და წარმატებული წელი თელ საქართველოს. ხო, თელ საქართველოს ეს რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია. უღრმესი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ეკა ჩხეიძე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.